გუშინ ამირეკა ერთმა ჩემმა მეგობარმა რაღაცა მოვიდა, რაღაცა პრობლემა, ნამდვილად დამნაშავეა ის ხალხი, ვინც ამას დააზიანა მისი თქვათ ბიზნესი თუ რაღაცა ხელს უშლიან და ასე შემდეგ, მაგრამ მე როცა დავასრულე საუბარი, რასაკვირველია ჩემი აზრი ვუთხარი, რჩევები მივეცი და ასე შემდეგ. იცით რა არის, ეს არ არის პირველი შემთხვევა და არ არის საუბარი ეს ამ ჩემ მეგობარზე, ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ ესეც, ძალიან ბევრია ჩემს გარშემო ესეთი მინახია, რომ ყველანაირ წარუმატებლობას მის ცხოვრებაში, იქნება ეს პირადი, იქნება ეს კარიერული, ფინანსური, მეგობრებში, ესე ვთქვათ, ურთიერთობის თუ მეუღლესთან თუ შეყვარებულთან ურთიერთობის პრობლემას ყოველთვის აბრალებენ სხვას, ოღონდ საკუთარ თავს არასდროს. და ეს სხვა შეიძლება იყოს ადამიანი, პიროვნება, ადამიანთა ჯგუფი, შეიძლება იყოს რამე კომპანია, შეიძლება იყოს ქვეყანა, პოლიტიკური მდგომარეობა და ასე შემდეგ. აი, ეს პოზიცია არის დამღუპველი, დამიჯერეთ ყველა ადამიანისთვის. გასაგებია, როდესაც შენ რაღაცა მოგდის ცუდი, გამოწვეულია სხვადასხვა გარემოებებით, მაგრამ შენ ტვინს თუ ისე მომართავ, რომ ყოველთვის დააბრალებ ამ გარემოებას, ხო? ეს იმას ნიშნავს, რომ დარჩები ისევ იმ წერტილში, ვეღარ განვითარდები და ასეთი შემთხვევები და შეიძლება უარესიც კიდევ უამრავჯერ მოგივა და ყოველთვის იქნები წარუმატებელი, როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე, რა ვიცი, ყველაფერში აბსოლუტურად. ჩემი აზრით, ჩვენი ცხოვრება, ჩვენი ყოველდღიურობა, რა ვიცი, ურთიერთობები, სამსახური, ყველაფერი ვერ ვიტყოდი 100%-ით, იმიტომ რომ არის ღვთის განგება და არის ღვთის ძალა, რისიც მე მჯერა, მაგრამ მოდი თუ თქვათ ესე, ეხლა ზუსტი არ ვიცი, მაგრამ დაახლოებით ჩემი წარმოდგენით 90% არის დამოკიდებული ჩვენზე, ჩვენ საკუთარ თავზე. მაგალითად მე როგორ ვარ დღეს, როგორ გამოვიყურები, როგორ ხასიათზე ვარ, როგორი ურთიერთობა მაქვს, თუ რამდენად მეტ სიხარულს ვიღებ, რამდენად ბედნიერი ვარ, თუ არ ვარ და ასე შემდეგ, 90% არის დამოკიდებული მხოლოდ და მხოლოდ ჩემზე. არც ჩემს მეგობარზე, მეუღლეზე, არც ამ ქვეყანაზე თუ პოლიტიკურ მდგომარეობაზე. რასაკვირველია, ყველაფერი ეს გავლენას ახდენს ჩემზე. როგორ არ ახდენს? ზოგან უფრო მეტი ბრძალის ხმევა გჭირდება, ზოგან ნაკლები. მე იმის თქმა კი არ მინდა, რომ იდეალური ვარ და რასაკვირველია, მეც მაქვს ეს ცდუნება, რომ რამე ისე არ მიდის. ეგრევე ვიწყებ ფიქრს, რომ აი იმის ბრალია და ალბათ იმა რო ესე გააკეთა და აი ეხლა რო გაირია ეს რაღაცა სიტუაცია, ან ყველაფერი, ან კანონი რო შემოიღეს ეხლა ესეთი, რო არ შემოეტანათ, მაშინ მე ეს არ მომივიდო და მივხვდით აი ესეთი რაღაცები. განა მე არა მაქვს ცდუნება ამასთან დაკავშირებით. მაგრამ როგორც ყველა ადამიანში, ასევე ჩემში ცხოვრობს ორი ადამიანი. ერთი არის გონიერი და მეორე არის ცოტა ქარაფშუტა. და აი ეს ქარაფშუტა და გონიერის, ესე ვთქვათ, ბრძოლა მიდის მუდმივად. და ცდილობ რომ იმ გონიერმა დაამარცხოს ის ქარაფშუტა. და მეც გისურვებთ თქვენ, რომ ყოველთვის ყველაფერს მიუდგეთ გონივრულად, ვეცადოთ ყოველ შემთხვევაში, კი არის ეს გარემოებები, ისეთ როგორი რაღაცაა, აი მაგალითად მე გამოვედი ახლა, ხო, დღეს წვიმა აქ არია, მაგალითად დავსველდი, გავცივდი, ავად გავხდი, ვერ წავედი სამსახურში, ამის გამო დამაყდა შემოსავალი და ასე შემდეგ. რას უნდა დავაბრალო ეს? ამინც, ხო? მიხვდით რაზეა საუბარი. ამიტომ პირველ რიგში ვეციოთ მიზეზი საკუთარ თავში და ეს არ უნდა იყოს იმის საფუძველი, რომ ჩვენ რაღაცა დეპრესიაში ჩავარდეთ, რა ცუდი ვარ და ჩემი ბრალია, არა, ეს ამაზრით არა. იმიტომ უნდა ეძიო საკუთარ თავში და რასაკვირველია უნდა შეაფასო და გააანალიზო ის გარემოებები, რომელმაც ესე ვთქვათ, ხელი შეუწყო ამ პრობლემას. რომ მომავალში, ან შემდეგში, უფრო სწორად დაგეგმო და სწორად მიუდგე ამა თუ იმ პრობლემას. იმიტომ პრობლემები ჩვენს გარშემო, ცუდი ამინდი, კარგი ამინდი, პოლიტიკური მდგომარეობა, იქ ვიღაცა ბოროტი, იქ ვიღაცა შურიანი, იქ ვიღაცა რაღაცა უცოდინარი ვთქვათ, ხო, ყოველთვის იქნება. იყო, არის და იქნება. მთავარი ვართ ჩვენ. რასაკვირველია, არსებობს ის რაღაცა, ღმერთის ძალა, რომელიც
ამიტომაა რომ ყოველთვის ვთხოვ ღმერთს რომ მომცეს უბრალოდ ღვთისწყალობა ანუ ღვთის დახმარება ამა თუ იმ საქმეში, მაგრამ მე თუ არ ვივარგე, ვერავინ ვერ დამეხმარება.